იმ დილით ლაშამ თითქოს ჩვეულებრივ გაიღვიძა, თუმცა მისი შინაგანი სამყარო აღარ გავდა წინებას. პირველი ზარი ტელეფონზე ბანკიდან გახლდათ. გთხოვთ დაფაროთ დროულად, რადგან თითოეული ვადაგადაცილებული დღე ნეგატიურად ისახება თქვენ საკრედიტო ისტორიაზე. ლაშას კრედიტოფიცერმა ფინანსური დავალიანება შეახსენა. რუტინული ცხოვრებისგან დაღლილ ახალგაზრდას ერთიანად ამოასხა ყელში გამაღიზიანებელი პასუხისმგებლობების თვით. მეგობარ შესწა. იყო არ ვიცოდი ბიჭო რა შემასავი გამიხვიძე ბიჭო. დავიღალე კაროჩე რა. აღარ მინდა ძმა ეს ქალაქი, ქირა, სესხი, ბინა, კომუნალური ტვინი რა. სოფელში წავიდეთ რა. რამე პატარა მიწა ნახოთ მინდა. Вообще, იქით გადავიდები? ავაშენოთ ქოხი, ქათამი მოვიყვანოთ, ძროხა მოვიყვანოთ, ბოსტანი გავაკეთოთ. აი იდეა. მე შენთან ვარ გეიცი. აბა რა გინდა? სამინდა და ძნელია ძმა. დინის საქმეა იქანი სუპერში ჩვენ ორი მარტო გავქაჩავთ. 1000 რამეა ძმა იგამ შება უნდა იმყოს იმ ქათამს ასე კი ამ. წავიყვანოთ მე ვინმე კიდე რა პრობლემაა? წავიყვანოთ მაგრამ გვენდონება ასე? ვინ დავიყვანოთ? რა ვიცი, კოლეგები. ვინმე იუთუბერი ვნახოთ. აზარი? ხო თუ კონტენტი გავაკეთოთ ძმა. ხო, გადავიღოთ რა. აზარი არა, მაგრამ ვინ წამოვა ძმა? დავურეკოთ ვინმეს იუთუბერებს, კოლეგებს. დავაი ძმა, დარეკე, რა ვიცი. მე შენთან შენ ხომ მოდიხარ? შევიდი. აბაბსო. ძალიან მაგარი იდეაა, მაგრამ საცხოვრებლად გამოსვლა მეგონი ცოტა ზედმეტია. ამ სერიოზულად თავასო დღეში. ბიჭო, სარ დღეში. ვეღადავი. კი, თქვენ შევედით მიგულეთ, ოღონდ არა, ესე საცხოვრება რაკაც ნამეტანია მართლა. ძალიან მაგრად მომწონს, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს ზმაო თბილისში. თუ სერიოზულად აპირებ, ძმა ვილოცებ თქვენთვის, სხვა რა ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო. ეტავში სულით გულით თქვენთან ვარ, მაგრამ ფიზიკურად ვერ არა. ჩემი ძმა ხარ, ძმები ხართ, მაგრამ ბოდიშით. ასე არ მომდივარ. უარი უნდა გითხრათ. ნაკლებად წარმატებული. ეს ნონდი, კაცი შენ არ იცის. დავადი ძმა, პირდაპირ, ვისაც დაურეკე, ყველა მოვალიდით. დავაი. მინდა გითხრათ, მოგილოცოთ. ოპერი ხარ, შენ გიკეთია მიკროფონი. აღვირე ძმა, რაფერს აი, არა პრობლემა. რა გინდა ძმა, იცი? არა, არაფერს, მე გაიგე რამე რო. აი, შეუში რა შეაცხადა. ვაფშე არაფერი არ მithქვია. ჩვენ ერთმანეთს ვერ შევეწყობთ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ იმყოფებით არხზე ღამის სარდაფი, ჩვენ მე, ლუკა და ორი წაურმატებელი იუთუბერი, რომელიც შემოგვიერთდა რაღაცინებს. წაურმატებელი იყო, გაი. მე რა? ფეცლია. და მეგობრებო, ჩვენ პირველ ეპიზოდში ავაშენებთ საქათმეს. რაო. და ყოველ ეპიზოდში რაღაც ახალს ავაშენებთ. დროშა დავცეთ ჩვენს ასე თქვა, კარმიდამოზე და დავიწყოთ მშენებლობა. აბა. დააწვინი. და ქარში ადგება ეს მისი. გააჯვია ახლა თბილისში. 1 2 3 ეს ყველაზე სიმბოლური მომენტია ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ასე ხო არის ესე? კი ბატონო. მაგრამ ასე ვაფშე სხვა. ეხლა ნახე ვაფშე სხვა რანაირია. ხო დაგიკავო. არა. სანამ ბიჭები იქით ბანაკს აკეთებენ, ჩვენ აგერ ვზივართ ფიცარზე. გია ფარადაშვილიც იმა მოვა ეხლა და აიფიცრებს გადააქცევს საქათმე. საქათმეთ.
სად დავდგათ საქართველოს პირველ რიგში? სწორ ადგილზე დავდგათ, ხაბარია. აი ამ მეტრიანები. ჩვენი საქართველოს უნდა იყოს 2 მეტრო 1 მეტროზე. მოტრენში დავეტევი ჩვენ. კარგად ამიგავი. ხომენდობი? ხელი არ დამიმართ. ხომენდობი, ხო წამომყევი? ჩადის? არ მიაქ. სხვანაირად უნდა. ასე ზევიდან უნდა დავარტყა. შენ ძმობას ვიცავ. ხო გიწერია? კი. ხო მიაქ ძმობას გაბიცებ. აი ხარ. ლუკ. აი ხარ. განაო. ცოტა. აი, მიდი. კიდე ცოტა. აი ბიჭი. გამყარდა? კი, ჩადის. კიდე უნდა? კი, ცოტა. მიდი. ვინ თქვა? კიდე. ხორცი. აუცილებელიაო, ჩემი პალახი წამელი ძმა რა ხოძია. ერთი, ორი. აი 5 კიდე. 5. ავაი. ხელი. 2. ამო პომპალას. სათუ მოპომპალე. მოდი მე შეგისვა ახ. ამე ჩავსხო? ხო. მეშინი. შენ შემისვი ისე. ახლა ჩამოვიდა, ზმა ახლა შეგვილი. ხო, სააღო. ავაი. მიდი. ეხა ჩაკუჩითა შეგვიძლია ზმა. ჩაკუჩი წაიღეს? წაიღე ჩაკუჩი? აგერა. აიღო ვიკითხე ზმა რა. იმპასუხო. ხედავ რა აგრესიულად პასუხო. კაი, კარგად. გაჯმევინო ასეთებს რა ნჭოდა. ვაფშე თო? ეს იქნება გვერდით აკედელი. ამაზე მიეჭედება ის რა ქვია? მეფედუმ. სეტკა. ამას ასე ზევიდან გადავაჭედებ, კიდე ასე ერთმანეთს მივადავ და ზევიდან გადავაჭედებ იმას. ეს გვერდით აკედელია. გავიგე. მაგრამ ესე ვერ ჩაუშვებთ ლურსმეებს. როგორ ასე? აი ესეთ პონჩი. ხელი როა იმ პონჩი მომბო. გამიგე? რო არ გასკდეს? ხო რა, შეიძლება გასკდეს აი. აი ეს დიდი ლურსმანია ბაზარზე რა. ასე რო დავაჭედოთ, ასე ხო. მე გამოსულზე გადავღუნოთ. და ეს მინდა ზევიდან, იმიტომ რომ ამას სეტკა დავაჭედოთ მე. ევაშურო ეს იქნება გარედან, ხო? ხო, ეს იქნება გარედან და ამაზე სეტკა წავა. კაი, დავაი. ასე არ ჯობია, აი. მიწას მოვასწორებ ცოტა საქანე და აქედან გამოსულზე მე იგი მაქვს. აქ მოასწორი, აქ თქვა. ამაზე ვაფშე შეგმაებაროა. იქნება ზმა. იქიდან ზევიდან წამოიღე და ვსო გასწორდა ზმა. ცოტა ის უნდა წყალი. ვსო გასწორდა. ძალიან მაგარია. ყანყალებს ამის თავის ზმა. უნდა თავი უნდა მოუმრგვალოთ იმას. გაუშვ ბოლომდე. ბარემ ამაზე წამოვაცვამდი სეტკას. რა პონჩი? რა ვიზიას. ამას თავს რომ მოუმრგვალებ. უყურე რა ლაიფჰაკს გასავლით მეგობრებო, ხო წვეტიანი. ეს რომ არ გასკდეს ასე ცოტა ამას კინაზე. გასრიალდება. შო ამის ახალსო არ გასკლიცავს. დაიჯერებ? წესით უფრო არ უნდა გასკლიცოს. ხო, მაგრამ ეთყობა წესების მიხედვით არ მოქმედებს ეს. ახლა გვაქვს ჩვენ პრობლემა. ეხლა გვაქვს პრობლემა ბიზნესში. კაი, რაც იქნება, ის იქნება, რა ვიცი. მე ამას დავაჭედებ ახლა ამაზე. მაშინ ამას აქ ამოვდებ და ამის ქვეშ კიდე ეს მომწინო. ეს მომენტა იმას გავუსწორი მე იქ. არი რატომ აქ გრძელი შენიაზეთ ამას? რატო აქ წარი გრძელი? გამნიშნულობა რატო აქ ესე მიხერხდება აგესმის რა ბაზარი არა რაღაცა რო ასე რატო გიხერხდება ისი ზმა? რა დააჯეს ბიჭო ვატარე. რატო და არასდროს არ მოგიკიდია ქვევით ხელი ზმა? სულ ასე გონია რომ ასე უფრო კარგად დაარტყა ალბათ. რაღაცა მითხედა ერთი. სად ეს დედა მოტყნული ასე? აი, ავი რა გაჩხუბებთ აწ მო. მინდა ზმა შენ რა ნერვოზი ისე მიგმოვა ზმა? დედას მოუტყნავს ფიცარს გამო რატო და გამოხრიტა ზმა? გამოგლიჯო ფიცარს და მოხვალ ისე ვიქ. ფიცარი დაეჭედება აქ და ამას შეგავტყავ შუბში. პრეზიდენტი გავაკეთე. თუ არ დავაჭედე მე, ხო? ეს ჩაკუჩი ტრაქში გაიკეთე ამ წითლამდე. მომიტანე ერთი ცალი. დავაჭედებ და მე რეწა. მომიტანე ერთი ცალი, რატო ვარ შიზოიდი? მოდი ეწამე. აკე მოკიდო. აკარა პერგი კიდეო. ორად მასეაო. უნდა და ასე ხმარობენ ბიჭო. შენეულები ასე მეხერხებოდ. ამ თავრდ მან კამათ მაგის ის საკამათ. მე რატომ ეკამათება კიდე? არ გეკამათები ზმა, რატომ უნდა მოვკიდო? იქ გეუნები და გაგიხსენი, რატომ უნდა მოვკიდო იქ და როგორ გიხერხდება? ვაფშერმე. ხო, იმიტომ წარია. ნახე ჩვენ ორში რომ ამ ჩაკუჩს წარია აქ. აღარა ზმა მეორე ლუსმა. ჯერ რა ჩაკუჩი დაჭედებს უყურე ზმა. აი მიდი.
დაეჭედა? საო, მაგარია, არავის არ უთქვი არ დაეჭედებაო თქო. ეს რატო აქ? ეს რატო არა აქ? კაი, რა უშავს ბიჭებში? ეს მარტივი დასაისი იყო. ამას ამოთხრით, ეხლა პროსტა აგერ გაუშვებ ძმა. სოფლებები არიან თქმა, პრეზენტები გაზონეს. რინად გადავიღე. ბიჭო, ეს აუზია თუ წყალო დაგროვდეს. მოსასვენებელია თქო. ბიჭო, ერთი ცოტა გრძელი ჯოხი და ქვევიდან შევუყუდოთ და ეგა. ჯიგრავი. სხვა მოიფიქრე ხა შენ რა. გამწარებულები არიან. ნახე, იმათ გამოსდით, ჩვენ არა. ძმა, ხუმრობა ილაპარაკეო მე მეუნებია და რა უნდა ვილაპარაკო იმდენი ხუმრობა იმათ ბარო აშენეს იზიდეს მე. იმის ტოლფასი რა ვიხუმრობ. იუმორი ნასაკეთე. იუმორი და ამდენი წლის მერე გააცოცხლდა ძმა. გიბრის დაუძახია, ხო ის გიბრიზი? იგი გურამჯაში იყო. გურამჯაში იქანე რა მაგენთანა. ბაზალეთის ტერიტორიაზე. ეს ძაღლი საიდან მოვიდა რა? ეს ძაღლი ქვევიდან მოვიდა. გაშო, ლერი მათ გადავუღე ძაღლს კი არა. ლერი გადავუღე ჩქარა ძმა იმათ. მე ხა. ძალიან სასაცილო ის აშენეთ. ძალიან გამიხარდა. ბიჭო, მე მგონი ვაფშე სხვა. ძალიან სხვა. გუშინ არისო. გუშინ არისო ვითო. გუშინ არისო აქ ეს. გუშინ არისო მე მაგნაირი. ბიჭო, მაგააკეთებს დღეს. სეტკას იქით ვაკეთებს მარტო? საით? იქით და წინ. ეს ასე ეჭედება კიდე ერთი. ხო. ამ ნახევარში კეთდება აქ საქართმი. ეს ამოღობილი ნაწილი. აქ უნდა მივაჭედოთ ერთი კიდევ. აქ შუაში. თვითონ ეს სივრცე იქნება საძინებელი. ქათმი თვითა. დიალური გამოვიდა. მოისვენ ერთი როგორ ისვენებ მაგაში. ცხონება კაროჩი. ასეთია. ესენი შეგვიძლია გვერდებზე დავადოთ და ამაზე ჩამოდგება ეგ შენი ფანერკა. კაი, წამოწენილნელა. აქ უარ რამდენი რამე გროვდება. არა ძმა ეს არ იქნება დაჭედებული ძმა ზომა. არ გაწევ. ზოგჯერ არ ტყდება. ბიჭო, რაღაც მაო. კაპიტალურია მე. არ გაიგონო. გაცვალეთ ბიჭებო. აქეთ გვაქვს კარი გასაკეთებელი ძმა. კი, ნაკეთ. კარი როგორ გავუკეთოთ ახლა მოიფიქრე. კაი, კარს. შეგვიძლია ეს ასე გავუკეთოთ და აქ მთლიანად ასე იყოს ამ 3/4-ში და ამ 1/4-ში გავუკეთოთ კარი. ეს ნახევარი აქ დაფშება. ეს რა მოხდა? შიგნიდან ამოვლესო და ეს რა? ეს და კაია ეგ. ბიჭო, უსმენი აგეთ პიანკა. დიახ, ნაკელი მოვიტანოს მა და შიგნიდან ამოვლესოთ ასე. არა პრობლემა. ასეა. და კაცმები თბილად იქნებიან ზამთარ. აქ იცეთ კამერა და აქ ამოვლესო. აქამდე ამოვლესოთ. ასე, დავაჭედო, დათკა? ასე დავაჭედო? ოუ. ყურადღებით. კარგია ასე? კი. არ გასწე. ნელა ხო? არ გასკდა. მიდი. შეიარ ჩამეიაროს და კაი თვალი შემოხედოს ჩვენ საქართველოში. ტიტილატე იყვანოს და კვეცხი დადოს, ყველას გაუმარჯოს. იხედავთ ულტრათანამედროვე ტექნიკით ვიღებთ. აგერ რა კამერებით ვიღებთ და მე ხამისარდაფი Panasonic-ი 1992 აგერ აწერია. ფირი ჩანს ყველაფერი 1992 ოლიმპიური თამაშები არის ამით გადაღებული და ამ კამერით მუშაობთ დღემდე. ყველა მისის ალბათ და აბა ბიჭებო ქარმა რო დაუბეროს ძმა კარი ხო უნდა აქ სახურავი ექნება არ უნდა კარი ნახება ასე იქნება ანუ და ადგილი დატოვებული ჩანგუ კიდე წაიგებს სამპოს და მივაკეთე ეს გაუშვა ჯერ ჭერი რას უეჭველი უნდა გააკეთოს არ უნდა ჭერს იმას ვაკეთებ ჭერი ეგერა აქათამ დაახჩობენ რა რატო არ ჩავა იქ არაფერი ყველგან დირკა აქ ძმა იმდენ აუ რა დირკა გადაო 1 2 3 დირკა 4 10 ბიჭო მოდი ნახს გეტყვი აგერ მოდი კაი რა დირკა აქ ბიჭო საკათმე არის ხო არა მოდი ძმა ნახს გეტყვი ხო შენ ხო გინდა რომ ვაფშე საზორებში იყოს ეს
ძმა, ეტაპ-ეტაპ უნდა მიყვა. ეტაპ-ეტაპ. იყო პრობლემები საქათმის ყეთებისას. დასაწყისში. საქათმე თავიდან არ გამოგვივიდა მყარი. მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენმა გადამღებმა ლერიმ გუფმა. ანუ ლერი. ლერიმ გვირჩია რომ ესეთებით გაგვემყარებინა, შემდეგ უკვე ამ კუთხეებით მოვამყარე. ეს ახლა არ წავარსო. ეს არ წავარსა. ამით რომ მოვამყარე ეს საქათმე უკვე სული მოითქვა, ფერზე მოვიდა. ანუ თქვენ ხო არ გონიათ ჩვენ ხუმრობთ ან რაღაცას. ეხა დარჩა. არა, ხო, სერიოზულად. ეხა დარჩა საქათმის ჭერი და სეტკა რო შემოვატაროთ რომ ქათამა გარეთაც იბირჯაოს. და კარიო გააღოს რა და შემოვიდა. ხო და შიგნითაც გაისენოს. ხო. და სადაც პატარა ზაზორები დარჩება, სადაც ჰაერია, უკვე ადეშა გვეტყვის რას უზავს. ჩვენ ამოვიტანთ ნაკელს, ამ სოფლის ნაკელი სპეციალურია რა, სპეციალურია და ამ ზაზორებში ესე. შევლესა. როდის მოიძლით? ამ ზაზორებში ესე ამოვაცხებთ. ამოვაცხებთ ნაკელს და სულ ესე ამოვლესავთ ეტაპობრივ. ბოლოს ამ საქართველოს გამოვწვავთ. ეს ჩვენი ახალი ის არის. სახეზე მეზობელი. ორი ყიპაყავს და თუ მოვაშორებს, რაღაც ცოდო ადეს, მიდის. ხობაროსი. ამის აქეთ არის საძინებელი. ქათმის ეზო. კარჩი აქ რო შემოვაკათა მეტყრო დომაო. ეს არის ეს არის სახლი, ეს არის ნაკვეთი უშუალოდ. არა, ანუ ორსართულიანია რა, შეუძლებს პირველ სართულზე მოისვენონ, მაგრამ ის უფრო პლაშად. ქვევით მოსვენება არ იქნება. ქვევით უფრო პლაშადკაა რა. ქვევით მოსვენება არ იქნება. ქვევით მოსვენება არის. ეს არის ქათმის ვერანდა. ანუ ქვევით კვერცხსადები იყოს. აქ მეორე მოსვლაზე რა ვაპირებთ. თქმა უნდა აი მე მეორედ მოსვლას. ვაპირებთ რომ აქ ამოუჭრათ კიდე პატარა. ხო. ხელი შეყოფი იყოს. აი, რო კვერცხი გამოიტანო. ძალიან კაი. ქათმის კვერცხის ხელი აი შესაძლოა. ბიჭი. მე ქათმ კვერცხ ხელმგიდე. დებლე გაუშხელი. მე კატ კვერცხლე შენიერად აქში ცეცხლე. მე მგონი გავედით ბიჭო ფინიში, ხო? ნელ-ნელა მე მგონი რა გადარჩა კედლები და всё რა. ასე ერთად უნდა მივყვეთ და ამ კარმიდამოს გადავაგზავნებთ წალკოტა. მიდი, პირიკოსად არ გაუშვა. კვერცხს რამდენ ხანში მოგწევს ქათამი? კვერცხს იძლევა ჩვენს დასრული ქათამი უნდა მოვიყვანო და კვერცხს მოგცემს ხვალზე ეგ. შეიძლება კვერცხიმდებელი მოვიყვანო პირდაპირ. ხო, იასნა, აბა კვერცხს და ისეთ ქათამი რა გვინდა ზო. ორე, მიდი. მიდი, აუს ყდებას. მიდი, არ გაჩერდეს მა. არაფერი არ გადახავს. ვაფშე სხვა ეხლა. ვაფშე სხვა. სადა პირიგოზდად არ გაუშვა. პირიგოზდი? სადა პერეხოდი და ურავი ამაშო ქათამა გაიარო სა. სეტკაზე ნამუშევარია ზო. მე? ეს ცოტა პირიგოზდად გაუკეთე რომ ქათამა გაიაროს იქ ხო ხდები? ხო დაიჯიმა. ძალიან პირიგოზდა და ძალიან მაგარია. ასე კაია, ყველა ჯობია ასე. ყველამ გაჯობა. მე? ინდომე, რატო არ ინდომე? ჯობნის ყველა. პირიგოზდა ხო არა? ჩაუდრიალე. ჩაუდრიალე. всё, ძმა, კვერნაკია ვერაფერი ვერ შემოვა აქ. ვერაფერი ძმა, ჭიანჭოლა ვერ შევავაშ. იანჭოლა ვერ შევა ძმა, კარგადაა. პირიგოზდა ხო არა? არაფერი არაა, რატო პირიგოზ. რაც ავარია ხარისხიანა და კარგად ვაკეთებ. მე შენგან პირიგოსა არ მინახე გაგითეული ჯერ არ. მე შენ პირიგოზდი რო გეკნას არ მინახია ძმა. მიხლია და პირიგოზდა რომ გეკრას? ხოშიანია. პირდაპირ შევალ მოშენებაში, ხო? ეგ იქნება. აი იქეთ არის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი ბანაკი, სადაც მალე ცეცხლი დაინთება, სუფრა გაიშლება და მოეთრიები. ცეცხლებას ანთები. ეს ფუნა დავტოვა მოსალესად, ხო? ხო. შეშები? შემევიდანო. შეშების მეტი რა არის, კაცო? შეშების მეტი. აი ქვებიც გვინდა. 1090 ქონდა. კაროჩე ძლივ შევაგროვ ეს პატარა ფიჩხი სიმო დღეს. რა გვეყოფა? აუ, ამაზე ვაფშე. ნახე რა ხედია ეს. აქ არ მოგტევით არაზრუს, მა. 100 წლამდე ვიცოცხლეთ. 2 წელი ვიცოცხლეთ. მოგაწვდით აიღეს, მა. დავაი. აქ ჭদেილარია. ეს ხო არ დავრგოთ ვაფშე, ნახე, კაი. ამოდი. ლაშა! სულ მალე დასრულდება, მე დაიწყება სამალიარო საქმიანობა, რომელსაც კურირებს ბატონი ედისეუ. მე არ მესმის, რატო არ აქვს საქართველოს აივანი. მოვა ეს დრო, როცა ჩვენს ქათმებს აივანი ექნება. ხო? გამოვლენ ეს გაიზმორებიან. გადახედავენ ამ საოცრებს. და მე ბევრ კვერცხს დაგიჭერთ. მაგრამ თქვენ ხო არ გონიათ რომ ეს ფინიშია? აი ეს საქათმე შეიღებება რა ფერზე, მე გაჩვენებ ცოტა ხანში ქათმისფრად. ქათმისფრად? აბა თუ იცით ქათმისფერი რომელია? როგორ გამოიყურება ქათმისფერი? ცისფერი? ძალიან კარგი ფერია ჩემი ასმოწმე. ქათავს სიამოვნება. ქათავს უყვარს ეს ფერი.
ამას დავასრულებ და შემდეგ პური ჭამოთ ბიჭებო, აუნდიშნოთ. დავანთოთ კოცონი პური ჭამოთ და მერე მოვისვენოთ კარავში. და ხვალ წავიდეთ ქათმების მოსაყვანად. ქათამი თვითონ მო. ქათამს რა გააჩელი სოფლის ქათმები აქ იქნება. იქნება. კარგია. საბოლოო ჯამში გამოვა გაიქათმეს. საოცარი საკათო. და მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში 1-დან 10 ბალით როგორ შეაფასებით ახალ საკათმეს. ჯერ არ არის ნუ რო დასრულდება. წერი დაედგმება. ეხლავე არ დაწეროთ, რო დასრულდება მე დაწერეთ. არხი გამოიწერეთ და ასევე მინდა შეგახსენეთ, რომ არხის სპონსორი არ არის კაციშვილი. ამიტომ შეგიძლიათ ამონათდება სიურპრიზი და დანარჩენს თქვენ მიხვდებით არ მოგიგებთ. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ კარმიდამოს მოწყობაში. და მივცეთ სხვა ადამიანებსაც мотиваცია რომ დატოვონ ეს მტრიანი ქალაქი და გადავიდნენ ბუნებაში როგორც ჩვენ გადმოვედით. როგორც დავიწყეთ ნულიდან ცხოვრება. მე მგონი კარგი დასვიცარი. ემსახურება სოფლის განაშენიანებას. სოფლის მეურნეობის განვითარებას. სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს ემსახურება. სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს ხავთ რომ დაგვასპონსორონ. ასევე იგეგმება ვინც არიცით. თორე დაცარიელდა სოფელი. მოს ჩამოყვანა შესაბამისად ვაშენებთ ბოსელს, მოვიყვანთ ასევე ვირს, ბატებს. თხაც გვინდა. თხაც გვინდა უცლება. და რამდენიმე ცხარი. სამი ცხარი. ბატონო. ინდივიდუალურია. ეს არ გამოგვივიდეს ახლა რომ აქ მარტო ის იქნება, რა ქვია, სასოფლო საქმეები. რა თქმა უნდა, ხო, ნუ მე ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, ანუ უამრავი გეგმა აქ ეს იქნება რაღაც მიქსი რა, ხელოვნების. ეს არის უზარმაზარი სივრცე, მეგობრებო, ჩვენ ამას ნელა ყველაფერს ავითვისებთ, ავაშენებთ. პატარა სახლსაც, აუსაც გავაკეთებთ. რა თქმა უნდა. სტადიონებს გავაკეთებთ, სადაც იქნება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, იუთუბერები გვესტუმრებიან, კინოჩვენებებს გავაკეთებთ. კინოჩვენებებს გავაკეთებთ ეს დროში. ევენთებს გავაკეთებთ. ეს ერთი კინო ხო ჩვენი ხედია და მეორე კინო კიდე გაეშვება. და მოკლედ წარმატებები გვისურვებთ, მეგობრებო და ჩელენჯი არის ამ ვიდეოს ესეთი, რომ ყოველ ვიდეოში ახალი რაღაც აშენდება, ან ახალი რაღაც დაემატება აქაურობას და ნახოთ. აი ორი ჩუქჩა ადამიანი ეხა იქეთ რომ რაცხას ბურტყუნობდნენ რომ ვითომ რაცხას ვიზამთო სიმონო და შეხედე ერთი ამდენი გააკეთეს და მე შემოხედე მე ერთი კაცი ბიჭო მუშაობა. იმიტომ რომ შენ უხარისხო დაკეთებ. ბატონო, ეს ჩვენი მხარე დროს გაუძლებ. შენ ხარისხზე აქცენტს არ აკეთებ. ასეთი სიტყვა და სიყვარული არ მოკლებოდეს ჩვენს კარმიდამოს როგორც კოცნის ფონზე. არ თქვა კაცო. სოკი აგნო. რო შევაჯამოთ დღევანდელი დღე თუ შეიძლება ბიჭებო. თავიდან ხო ფარლობდა იგი. ჩვენი საკათმე. მოვიდნენ აგენი. დაგწინენ. და მოგწეს мотиваცია. мотиваცია მოგწეს. ძალა ერთობაში ასკმა მინდოდა გამიგე? თქვენ რომ მოხვედე ეგ მე მაგრამ პატარა გადაუხვიე გამიგე. აი მოკლედ, ავით მადლობა ბიჭებო ამ შესაძლებლობისთვის. ლერი არ იძინებსო? ძალიან ბედნიერი ვარ. მე ხალხ ტელეფონის ხროლაში ვიქნებოდი საქმის თბილისში. დიდი მადლობა რა. გაიხარეთ ბიჭებო. და მეგობრებო, როგორც ხედავთ, რამ რანჩოზე გასაკეთებელი უამრავი რამეა. თუ გაქვთ სურვილი რომ ხარში დაგვიდგეთ, კომპანიებს მიმართავ განსაკუთრებით, შეგიძლიათ ნებისმიერ კომპანიამ სამშენებლო იქნება თუ რავი ნებისმიერი ისეთ კონტენტს ვაკეთებთ, რომ ნებისმიერი კომპანიის ინტეგრაცია შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან კარგად და ამ მითითებულ მეილზე შეგიძლიათ მოიწეროთ, არ მოგერიდოთ არავის. შემდეგ ეპიზოდამდე მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. კოცნის გახვევით. შევედი საკათმეში.